ტექნიკური დახმარების პროგრამაში ცვლილებები შევიდა. სახელმწიფო პროგრამას ახალი მიზნობრიობა უცხოური კონსულტანტების მომსახურების თანადაფინანსება დაემატა. პროგრამით დადგენილი პირობითი უცხოური კონსულტანტების მომსახურების ღირებულების 70% სოფლის განვითარების სააგენტო დაფარავს. Აი ამ თემაზე სასაუბროთ კი სტუდიაში სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ავალიანი შემოგვიერთდება. მოგესალმებით ბატონ გიორგი, მადლობა სტუდიაში სტუმრობისათვის. თქვენ მადლობა თემის დაინტერესებისთვის, მნიშვნელოვანია რომ ძალიან საინტერესო თემა. საინტერესოა, როგორ და რა პირობებით ამოქმედა პროგრამა, რა მიზნობრიობით ვის შეუძლია ამ პროგრამით სარგებლობა და ზოგადად თვითონ პროგრამის შესახებაც რომ გავაცნოთ მოსახლეობას. თქვენ იცით რომ გარემოსდაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით სოფლის განვითარების სააგენტო უკვე წლებია ახორციელებს. და დაუბრუნდეთ ისევ ჩვენ კითხვას, როდის და რა პირობებით ამოქმედა ეს პროგრამა, ზოგადად მიზნობრიობა და ამ პროგრამის შესახებაც რომ მეტი ვაცნობოთ მოსახლეობას. ესე იგი, წლების განმავლობაში სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს მხარდაჭერ პროგრამებს, ეს იქნება პირველადი წარმოება, გადამამუშავებელი, შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნა, იყო ტექნიკური დახმარება, რომელიც გულისხმობს სურსათმცემლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და ასე შემდეგ და დადგა ის საჭიროება, თქვენ იცით რომ მინისტრის ჩართულობით ჩვენ რეგიონ დავდივართ, ვისმენთ ფერმერების მოსაზრებას ამა თუ იმ პროექტთან დაკავშირებით თუ რა სჭირდებათ მათ, რა ცვლილებებია შესატანი, რომ მოვარგოთ მათ საჭიროებებს და ერთ-ერთი ესეთი საჭიროება იყო უცხოური აგროკონსულტანტის მომსახურება. ცოდნის ჩამოტანა ქვეყანაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ერთის მხრივ ჩვენ სახელმწიფო ხელს უწყობთ ფერმერებს და დაინტერესებულ პირებს, რომ გააშენონ ბაღი, შექმნან და ააშენონ გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოები, დანერგონ სტანდარტები, მაგრამ მეორე მხრივ მნიშვნელოვანია, რომ ეს ბაღები, გაშენებული ბაღები, აშენებული საწარმოები და შემნახველი ინფრასტრუქტურა სწორად მართონ და ამენეჯმენტონ. ეს ცვლილებაც სწორედ ამას ეხება, რომ ჩვენ გვინდა რომ შესაბამისი გამოცდილების მქონე ადამიანები ჩამოვიყვანოთ ქვეყანაში, ადგილზე გავაჩინოთ ის განათლება, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შემდგომში ის ინფრასტრუქტურა, რაც შეიქმნა, სწორად იყოს მართული და არ შეექმნას საფრთხე, გადავამზადოთ კადრები ადგილზე, რომლებიც შეძლებენ, რომ სამომავლოდ უკვე თვითონ განავითარონ თავიანთი ბიზნესი. ერთი დეტალიც დაზუსტებისთვის, ვის ჩამოყავს, ვისი ინიციატივით ჩამოდიან უცხოელი სპეციალისტები, ცოდნა, ვისი ინიციატივით ვინ არის ბენეფიციარი? ბენეფიციარი იქნება ასოციაცია ან კოოპერატივი. მათ დავარქვათ ამას კოლექტიური სარგებელი. მნიშვნელოვანია, რომ ასოციაციის წევრი უნდა იყოს არანაკლებ 10 ადამიანი, კოოპერატივის წევრი უნდა იყოს არანაკლებ 10 ადამიანი. ვისთვის შეიძლება ეს? ყველა დარგი არ არის, საპილოტედ გავუშვით პირველად. ეს არის მრავალწლოვანი ბაღების მქონე ასოციაციებისთვის და კოოპერატივებისთვის, რომელსაც გააჩნიათ არანაკლებ 50 ჰექტარი მიწის ფართობი, კენკროვანი კულტურების შემთხვევაში არის 30 ჰექტარი. თუ ასოციაციები ან კოოპერატივს გააჩნიათ ერთწლოვანი კულტურები, არანაკლებ უნდა ფლობდნენ 100 ჰექტარ მიწის ფართობს, სასათბურე მეურნეობებით შემოვიყვანეთ აღნიშნულში და თუ სასათბურე მეურნეობის კოოპერატივებს ან ასოციაციას გააჩნია არანაკლებ 1 ჰექტარი მეურნეობა, შეუძლიათ რომ ჩამოიყვანონ. და ტექნიკური დახმარების კონსულტანტი, ანუ ეს არის სამაცივრო ინფრასტრუქტურაზე, არანაკლებ 2000 ტონის ტევადობის მაცივრები უნდა გააჩნდეთ. სახელმწიფო თანადაფინანსება ასეთ შემთხვევაში პირველ წელს იქნება 2 წლიანია, ეს პროგრამა და მნიშვნელოვანია რომ აღნიშნოს. პირველ წელს მრავალწლოვანი ბაღების შემთხვევაში და ერთწლოვანის და სათბურზე იქნება 30000 ლარი. არანაკლებ 30 დღის განმავლობაში უნდა იყოს ჩამოსული უცხოელი აგროკონსულტანტი ქვეყანაში, ტექნიკური დახმარების კონსულტანტი არანაკლებ 10000 ლარი 10 დღით უნდა იყოს ჩამოსული ქვეყანაში. ვიფიქრეთ, რომ ერთი წელი საკმარისი არ იქნებოდა და მეორე წელსაც შეუძლიათ, რომ ასოციაციებს და კოოპერატივებს გააკეთონ განაცხადი. უბრალოდ მეორე წელს დაფინანსება იქნება შედარებით მცირე, თუ პირველ წელს იყო 70% და 30000 ლარი, მეორე წელს იქნება 22500 ლარი და 50% და ტექნიკური დახმარების კონსულტანტზე სამაცივრო ინფრასტრუქტურის მიმართულებით პირველ წელს თუ იყო 10000 ლარი, მეორე წელს იქნება 7500 ლარი.
ეს ცვლილებები ძალაში შევიდა იქნებ ჩვენ აქტიურად ხდებოდით მათ შორის ასოციაციის წევრებსაც, სხვადასხვა კოოპერატივებსაც. კარგია და მოხარულები ვართ, რომ ისინი აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში და ვფიქრობ, რომ კაბინეტში არ უნდა წყდებოდეს პროგრამები და უნდა გავიდეთ ველად და ვესაუბროთ ფერმერებს და სწორედ ეს პრაქტიკა არის ხა და ძალიან მნიშვნელოვანია. განაცხადების მიღება წინა კვირას დავიწყეთ. ეხაც შესაძლებელია ნებისმიერი დაინტერესებული ასოციაცია იქნება თუ კოოპერატივი, შეუძლიათ მოგმართოს, მიიღოს პროგრამაში, თვითონვე შეარჩიოს ის უცხოელი აგროკონსტანტი, ვისი ჩამოყვანაც უნდა. ძალიან მარტივი კრიტერიუმებია მანდაც, აქ არის საუბარი იმაზე, რომ შესაბამისი განათლება უნდა კონდეს, პრაქტიკული გამოცდილება, რამოდენიმე სახის, ასე ვთქვათ, მაგალითი უნდა გვანახოს თუ სად ჩაატარა ეს დახმარებითი, ასე ვთქვათ, ვიზიტი და ავტომატურად მოხდება უკვე პროგრამაში ჩართვა და ჩვენი მხრიდან, ვთქვათ, თანადაფინანსების გაცემა. თუ პროექტმა გაამართლა, ის სამომავლოდ გაფართოვდება და სხვა დარგებიც დაემატება. ასევე მნიშვნელოვანი მომენტია და უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენ გვინდა რომ ცოდნა ჩამოვიტანოთ ქვეყანაში და ერთ-ერთი მომენტია, რომ ის უცხოელი აგროკონსტანტი, რომელიც ჩამოვა ქვეყანაში, თვითონ ვალდებულია, რომ ჩაატაროს ერთდღიანი სწავლება, ტრეინინგი, არა მარტო უშუალოდ კოოპერატივისთვის ან ასოციაციისთვის, ასევე სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულ წარმომადგენლისთვის, რომ მანაც მიიღოს შესაბამისი ცოდნა და ინფორმაცია ამა თუ იმ ბაღთან მიმართებაში, თქვათ, რა გზით უნდა წავიდეს. იგივე დაავადებების თვალსაზრისით, ასე ვთქვათ, და მოსავლის ზრდის თვალსაზრისით და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესოა. თუმცა სოფლის განვითარების სააგენტო არა მარტო ამ მიმართულებით უწყობს ფერმერებს და მწარმოებლებს ხელს, აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებლებსაც თუ არ ვთქვი ძალიან ეხმარებით, თუნდაც იგივე ბაზრების დივერსიფიკაციაში, თუნდაც იგივე ცნობიერების გაზრდაში ქართული ხარისხიანი პროდუქციის შესახებ, როგორ ხდება ეს? როგორც აღნიშნე დასაწყისში, სოფლის განვითარების სააგენტო მონაწილეობს სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის აბსოლუტურად ყველა კომპონენტში. ანუ თქვენ თუ გინდათ ბაღის გაშენება, შესაძლებელია ბაღის გაშენება და გვაქვს დაენერგიამომავალი და უკვე 25000 ჰექტარზე მეტი ფართობზე არის გაშენებული. თქვენ თუ გინდათ გადამამუშავებელი და შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნა, გვაქვს თანადაფინანსების მექანიზმი და უკვე 285 საწარმოზე მეტი შემნახველ და გადამამუშავებელ საწარმოზე მეტი არის შექმნილი და თანადაფინანსება მას 31 მილიონ ლარს გადააჭარბა. თუ გინდათ რომ სურსათმცუნებლობის სტანდარტი დანერგოთ და აქაც თანადაფინანსების მექანიზმი გვაქვს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქართულმა კომპანიებმა ექსპორტი განახორციელონ სხვადასხვა ბაზარზე, აქაც ვარ თანადაფინანსების მექანიზმი. და დავინახეთ საჭიროება, რომ რა შეიძლება გაკეთდეს კიდევ კომპანიებისთვის იმისთვის, რომ თქვათ მოახდინოთ ბაზრების დივერსიფიკაცია. ჩვენ უნდა ვიაროთ გამოფენებზე, დავდივართ კიდევაც გამოფენებზე, ჩვენ წლის განმავლობაში დაახლოებით 8-9 საერთაშორისო გამოფენაში ვიღებთ მონაწილეობას. 50-მდე ქართული კომპანია ყოველწლიურად აქვს შესაძლებლობა, რომ თავკუთარი პროდუქცია წარმოადგინონ მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე. წლევანდელი წლის მონაცემები წლის ბოლოსთვის გვეცოდინება, თუმცა შარშანდელ მონაცემებს თუ გადავხედავთ, იგივე დაახლოებით 48 კომპანია მიიღო მონაწილეობა, სახელმწიფოს მხრიდან კონტრიბუცია იყო 2 მილიონი ლარი და ექსპორტის სახით გამოფენებზე შეძენილი, ასე ვთქვათ, კლიენტებისგან მოახდინეს 10 მილიონი ლარის ექსპორტი. ნუ აი პირდაპირ თუ შევაფასებ და ეს ხო ერთჯერადად არ ხდება და შემდგომშიც გაგრძელდება ეს კონტაქტები და ძალიან მოხარულები ვართ. ჩვენ ვართ იმ პოზიციაში, როცა მივდივართ აბსოლუტურად ყველა კარებზე, ვაკაკუნებთ, ვეუბნებთ, რომ გამარჯობა საქართველოსთან გვაქვს ძალიან კარგი ხარისხიანი ქართული პროდუქტი და ნაბიჯ მივდივართ იქითკენ, რომ მაგალითად იგივე ლურჯი მოცვის შემთხვევაში გვაქვს წარმატება და სხვა ბაზრებზე გავიტანეთ ჩვენი წვენები, რომელიც ასევე სხვა და აზიის და ევროპის სხვა ბაზარზე ხდება და ბევრი ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რაც სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების შედეგად შეიქმნა, მზარდია წარმოება და გვაქვს შესაძლებლობა, რომ ქართული ხარისხიანი პროდუქტი გავიტანოთ სხვადასხვა ბაზარზე. თან ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, რეალურად კომპანიას თუ აკმაყოფილებს კრიტერიუმებს და კრიტერიუმი სულ 3 არის, საუბარია ის, რომ სურსათმცუნებლობის სტანდარტი უნდა კონდეს დანერგილი, შესაბამისი ექსპორტის გამოცდილება უნდა კონდეს და ბრუნვა უნდა კონდეს შესაბამისი, რომ გაიტანოს, ასე ვთქვათ, ექსპორტზე. თუ ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, ავტომატურად მიყვავს ეს კომპანია გამოფენაზე. ვიხდით აბსოლუტურად ყველაფერს, ერთადერთი კომპანიას რაც უწევს არის ის, რომ საკუთარი ბილეთის და ცხოვრების ხარჯები რო აანაზღაუროს. გამოფენასთან დაკავშირებული ხარჯები სრულად ნაზღაურდება სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ. ბატონო გიორგი, აი
დარწმუნებული ვარ, რომ 100 კომპანიას უნდა და თქვენ დაასახელეთ ციფრი 50 კომპანია. როგორ ხდება შერჩევა მაინც? ცხადდება მიღება, კრიტერიუმი ჩვეულებრივად დევს კრიტერიუმები და ნებისმიერ კომპანია შეუძლია რომ გადახედოს, არის ორკვირიანი ფანჯარა, რომლის ფარგლებშიც კომპანიებს შეუძლიათ რომ წარმოადგენენ იმ კრიტერიუმების ფარგლებში, რაც გითხარით, საკუთარი განაცხადი, ამას წარმოადგენენ, ჩვეულებრივად ხდება განხილვა თუ არ კმაყოფილებს პირობას. ძალიან ბევრი კომპანია მიყვავს უკვე. ვინ აქტიურობს, რომელი სექტორის წარმომადგენელი აქტიურობს აი მსგავს გამოფენებში მონაწილეობისათვის? სხვადასხვა, ვერ ვიტყვი რომ ერთი კონკრეტული სექტორი აქტიურობს, გამოფენებიც სხვადასხვა. ჩვენ გვესმის რა, რომ ჩვენ არა ვართ ისეთი მდიდარი ქვეყანა, რომ აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში წავიდეთ. ჩვენ ვარჩევთ გამოფენებს იქიდან გამომდინარე, ვთქვათ, რა სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს ამ ქვეყანასთან, ლოჯისტიკურად როგორ შეიძლება რომ ჩვენი პროდუქცია ჩავიტანოთ ამა თუ იმ ქვეყანაში, რა პერსპექტივები გაგვაჩნია და ასე შემდეგ. ამ ყოველდღიდან გამომდინარე, კაკლოვანი კულტურები, კენკროვანი კულტურები, გადამომუშავებელ ნაწილში მაგალითად წვენები, მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს სხვა მიმართულებით და წელს მაგალითად ეხა უახლოეს მომავალში გვიწევს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრება, სადაც სულ რამოდენიმე ხნის წინ შეიძლება წარმოუდგენელიც იყო ჩვენთვის, მაგრამ ქართული დაფნა მოხდა ლოს-ანჯელესში და ძალიან სასიხარულოა. სწორედ აი ესეთი გამოფენები უწყობს ხელს იმას, რომ მეტმა საერთაშორისო მყიდველმა გაიგოს ქართული ხარისხიანი პროდუქციის შესახებ და მეტად მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის ექსპორტის დივერსიფიცირება. საინტერესოა, დანერგე მომავალი ახსენეთ თქვენ რამდენჯერმე და ძალიან წარმატებული პროექტია. პროგრამა ცვლილებები ამ სახელმწიფო პროგრამაში შევიდა და რა ცვლილებებზეა საუბარი და რამდენად მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა? ერთ-ერთი მოწინავე პროგრამა არის ჩვენი დანერგე მომავალი, თქვენ იცით რომ ჩვენ 2015 წლიდან ვახორციელებთ აღნიშნულ პროგრამას 25000 ჰექტარზე მეტი მრავალწლოვანი ბაღი თანადაფინანსდა სახელმწიფოს მიერ. როგორც აღნიშნე დაწყებისას ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოусმინოთ ფერმერებს, ველაპარაკოთ მათ, გავითვალისწინოთ მათი რჩევები, თქვათ, რა მიმართულებით შეიძლება დაიხვეწოს პროგრამა და მათი სურვილი იყო, რომ თანადაფინანსების ლიმიტები გაზრდილიყო, მოვისმინეთ მას სურვილები, შევიტანეთ შესაბამისი ცვლილება. მაგალითისთვის 0.5-დან 50 ჰექტრამდე არის მრავალწლოვანი ბაღების გაშენება შეგიძლიათ ამ ფართობზე, თუ მაქსიმალური ლიმიტი იყო 250.000 ლარი, ახლა გახდა 500.000 ლარი. გავითვალისწინეთ, რომ ლურჯი მოცვის წარმოება უფრო ძვირიჯდება, მათი ლიმიტი 250.000-დან გახდა 750.000 ლარი. და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ასევე ცვლილება, რაც განხორციელდა დანერგე მომავალში, ეს გახლავთ სეტყვისგან დამცავი ბადეების თანადაფინანსების ლიმიტის ზრდა. წინა წლებში ჩვენ მქონდა 10%-იანი თანადაფინანსება და შევხედეთ, რომ აქტიურობა ისეთი მაღალი არ იყო, თქვენ იცით, რომ კლიმატური მოვლენებიდან გამომდინარე ძალიან დიდია რისკი. შესაბამისად, გვინდოდა, რომ ეს რისკი რაღაც ხრივ დაგვეფარა, ავიღეთ პასუხისგებლობა 10%-დან 30%-მდე გაიზარდა თანადაფინანსება და ლიმიტი შეადგენს 750.000 ლარს. განაცხადების მიღება დავიწყეთ ამ კვირის ორშაბათიდან, გაგრძელდება 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით და ველოდებით ყველა დაინტერესებულ პირს. ძალიან საინტერესოა. წარმატებას გისურვებთ, წარმატებას ყველა პროექტის და პროგრამის განხორციელებაში. მაყურებელს შევახსენებ, რომ გიორგი ავალიანი საუბრობდა მაესტრო რეგიონების პირდაპირ ეთერში.